გელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის გამოცდილება, რომელმაც ქრისტეს ღმერთობა შეიმეცნა ღვთისმადლით და ეს გამოცდილება თავის ცხოვრების წესით უპირველეს ყოვლისა, თავისი მოწმობით, დამოწმებით, ზოგ შემთხვევაში სისხლით, ზოგ შემთხვევაში სიტყვით და ცხოვრების წესით ყველა შემთხვევაში ეს თავისი გამოცდილება დაგვიტოვეს, გადმოგვცეს და რა თქმა უნდა პირველნი ამ ადამიანთა შორის არიან მოციქულები. და დღეს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენებაა და ამ ორ მოციქულს შორის არის რა თქმა უნდა საერთო ის რაც ვთქვით და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელსაც ასევე ხშირად ხას უსვამთ, რომ მეორე თაობის მოწაფეთა შორის შეიძლება შევრაცხოთ მოციქული პავლე, რამე თუ მას ქრისტე ხორციელად არასოდეს უნახავს ისე როგორც ჩვენ არ გვინახავს. ანუ ის გამოცხადებით გახდა ის, ვინც გახდა, გამოცხადებებით იცოდა ის, რაც იცოდა და მისი ცოდნა და მისი გამოცდილება არ ჩამოუვარდებოდა და მისი შესაბამისად მოციქულებრივი ღვაწლი არ ჩამოუვარდებოდა პეტრე მოციქულის მოციქულებრივ ღვაწლს და გამოცდილებას და ცოდნას. ეს ნიშნავს იმას, რომ უფლის სიტყვები, რომ ნეტარია, ვისაც არ უხილავდა რწმენე, ის რეალურად ხორცს ისხავს ადამიანებში, იმ ადამიანებში, რომლებმაც გული გაუხსნეს უფალს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ და რომ გვახსოვდეთ და იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისგებლობა სრულად გავიაზროთ, ის რომ ჩვენ 21 საუკუნეში ვართ და ის რომ ჩვენ არ გვინახავს ხორციელად ქრისტე, პრინციპში არაფერს ნიშნავს. მთავარი სხვა რამეა. მთავარი სხვა რამე და ის მთავარი ისევ მოციქულთა ნაწერებში და მათ ცხოვრებაში ჩანს და იკითხება. მე მინდა დღეს ამბიონი დაუთმო მოციქულებს პეტრეს და პავლეს და მათი საშუალებით დავინახოთ როგორ მოდის ჩვენში რწმენა და რას ნიშნავს, რა მსოფლმხედველობა აქვს, რა ღვთისმეტყველება აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ქრისტიანს, რომ მას ქრისტიანი ერქვას. გახსოვთ, დღესაც აღმოვიკითხეთ წმინდა წერილში, უფალი ეკითხება მოციქულებს და ეკითხება ყველა ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაზე მოდის. და ვისაც ერთხელ მაინც გაუგია ქრისტეს შესახებ და დღეს წარმოუდგენელია დედამიწაზე არსებობდეს ადამიანი დღევანდელ ეპოქაში, რომ მას არ გაეგოს იესო ქრისტეს შესახებ. და აი, უფალი ყველას ეკითხება და მათ შორის ჩვენს გვეკითხება. შემდეგი სიტყვებით, თქვენ ვინ გონიემე ყოფათ? ანუ როგორ ფიქრობ, ვინა ვარ მე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, ეს კითხვა მუდამ აქტუალური უნდა იყოს ჩვენთვის და ეს ხელს შეუწყობს მუდამ ჩვენი რწმენის გაცოცხლებას და კორექტირებას თუ რაღაცა გვეშლება, იმიტომ რომ სარწმუნოება ეს არ არის შიშველი სოფხედელობა, ეს არის სოფხედელობა, ცხოვრების წესი და ღმერთის მისტიკური გამოცდილება საკუთარ თავში. ყველაფერი ეს ერთად არის სარწმუნოება. შესაბამისად, თუ ან მისტიკურ გამოცდილებას რამე აკლია, ან ცხოვრების წესი ისეთი არ არის, მარტო სოფხედელობა, რომ ქრისტე ღმერთია, მე ვიცი, ეს არაფერს შველის. ამიტომ თქვენ ვინ გონიემე ყოფათ, ეს აქტუალური კითხვაა ყველასთვის, ურწმუნოსათვის და მორწმუნესათვის, მათ შორის ჩვენთვის. მიუგო სიმონ პეტრე და რქვა მას, შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისაცხოველის, ანუ ცოცხალი ღმერთის ძე ხარ. რამდენად აცნობიერებდა იმ მომენტში, რომ პეტრე მოციქული რომ ძე ღვთისა, რომელიც რა თქმა უნდა ძველი აღთქმის ტრადიციებზე იყო გაზრდილი, ბევრი რამე გაგებული ქონდა, ბევრი რამე ნაგრძნობი, განცდადი, სწორად, იმიტომ რომ მას სხვანაირად ის ვერ მიხვდებოდა იესო ქრისტე რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ვერ გახდებოდა მისი მოწაფე, მაგრამ ბოლომდე რამდენად ქონდა გაცნობიერებული ჯერ კიდევ სულთმოფენობამ და სულთმოფენობის მერე კი და მანამდე რამდენად ქონდა გაცნობიერებული, რომ ძე ღვთისა მამის თანაარსია, ერთარსია და სამყაროს შემოქმედია. ამაზე ძნელია ახლა რაიმეს თქმა, თუმცა ინტუიცია რომ სწორად მუშაობს ფაქტია და ცოცხალი ღმერთის ძე ესეთი ეპითეტი ვერავიზე ვერ იტყოდა, ამას ვერც ვერავინ და ვერც პეტრე მოციქული, ადამიანურად ცხებული. ანუ მე შეგხედავ როგორც ადამიანს, მაგრამ შენ ხარ მადლით ცხებული, მაგრამ პიროვნულად შენ ხარ ცოცხალი ღმერთის ძე, ანუ ძე ღმერთი. მიუგო იესო და რქვა მას, ნეტარ ხარ შენ სიმონ ბარიონა, ანუ იონას შვილო, რამე თუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმა ზეცათამა, რასაც ჩვენს ყოველთვის ვიხსენებთ აი ამას, რომ პეტრე მოციქულის მაგალითზე და მე წმინდა წერილში სხვა ადგილებია მსგავსი, როცა უფალი ხას უსვავს, რომ შეუძლებელია ქრისტეს ღმერთობას ადამიანი
თავისთავად მიხვდეს. თუ თქვენ ღრმად გწამთ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს, გალაქტიკების შემოქმედი, თუ თქვენ ეს ღრმად გწამს, თქვენით ამას არ მიმხვდარ ხართ, იმიტომ რომ ადამიანისათვის ეს არის შეუძლებელი, ესე იგი თქვენში, ისე როგორც პეტრეში თავის დროზე მომხდარა ეს გამოცხადება, რომელსაც ჩვენ უწოდებთ რწმენას და რწმენა არის შემეცნების უმაღლესი შესაძლებლობა, რწმენაზე უფრო მაღალი შესაძლებლობა შემეცნების არ არსებობს, იმიტომ რომ რწმენით შეიმეცნება ის, რაც ჩვენი ლოგიკური აპარატით, ჩვენი ინტუიციით, ჩვენი გრძნობებით, ხვედრილობით, გამოცდილებით, როგორც გინდა ისე ჩამოთვალეთ შეუძლებელია. რწმენა არის უმაღლესი შესაძლებლობა, შემეცნების უმაღლესი ფორმა, ძალა ადამიანში, ძალა, როგორც პავლე მოციქული მას უწოდებს, რომ შევიმეცნოთ თვით ტრანსცენდენტული ყოფიერება, რომლის შემეცნება ქმნილებას თავისთავად არ ძალუძს. აი ეს გვაქვს ჩვენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ რაც ჩვენ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ჩვენი შემეცნების უნარი, ჩვენი გონება სრულად ფუნქციონირებს. ეხლა უკვე საუბარია ხარისხზე და ბოლომდე გააქტიურებაზე იმისა, რაც ჩვენში უკვე არის მთლიანად გაცოცხლებული. ეს არის ნეტარება, იმიტომ რომ ეს არის მარადიული სიცოცხლის საფუძველი და ეს წმენა თავისთავად, რომელიც ღმერთისგან მოგვეცა და ჩვენ უკვე ვიცით ეს და როგორც გითხარით, მთელი გონება, ჩვენი გონება სრულად გააქტიურებულია, მისი არც ერთი სექტორი აღარ არის პასიურ მდგომარეობაში. ეს რწმენა, რა თქმა უნდა, რომელიც ღვთისწყალობა თავისთავად საკმარისი არ არის, საჭიროა ამაზე აღმოცენდეს და რა აღმოცენდეს? აღმოცენდეს ის, რასაც სარწმუნოებრივი ცხოვრება ქვია, რასაც ეკლესია ქვია, ეკლესია სასუფეველი, ანუ ღვთისსამეფო ქვია. მაგრამ ეს რწმენა თავისთავად არის კლდე, ამიტომ მეუბნება უფალი პეტრესო, შენ ხარ კლდე და რატომ არის კლდე? პეტრე პიროვნულად არის კლდე? აი ამ საუბრის მერე ცოტა ხანში ეტყვის პეტრეს, რომ სატანა გამცილდი, განვეთ ჩემგან სატანა. რამე თუ ადამიანის აზრახავ, ანუ თავისთავად პეტრე კი არ არის კლდე. ადამიანი პლუს აი ეს რწმენა ქმნის იმ კლდეს, რომელსაც და ამ კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ანუ ქრისტეს მისტიკური სხეული შენდება ამაზე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მან. ანუ ადამიანი, რომელიც აი ამ რწმენაში დამკვიდრდება, მას არათუ რაღაცა ეშმაკის შიშია, ან მკითხავის, ან ჯადოს კეთებლის რო იციან ხოლმე. არამედ ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ ყველაზე ძლიერი ძალა, დემონური ყველაზე ძლიერია თავყრილობაც კი ამ შემთხვევაში ეს ამას ნიშნავს, თავყრილობა ყველაზე ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელი ძალების, ისიც კი ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ ეს კლდეზე დგას და იგი უძლებელია. და მიქსნე შენკლიტენის სასუფევლისა ცათასანი და რომელიც შეკრა ქვეყანასაზე დაკრული იყოს ცათაშინა, რომელიც გახსნა ქვეყანასაზე დახსნილი იყოს ცათაშინა, სამღვდელო მადლმოსილებაზე საუბრობს ერთის ხრივ და მეორეს ხრივ გარკვეულწილად, რადგან თითოეული ჩვენგანი სულიერი მღვდელია, როგორც იგივე მე პეტრე მოციქული იტყვის და სხვაგანაც ვკითხულობთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს და დიდი შესაძლებლობები. ამიტომ ჩვენ ღმერთის წინაშე აწეულ სიტყვას დიდი ძალა აქვს, რომ მას შეუძლია ადამიანის გადარჩენაც, თუ ჩვენი ლოცვა ძალიან გულმხურვალია და თუ ადამიანში ნაპერწკალი მაინც არის ღვთის რწმენის. აი ესეთი შესვლა გვჭირდება, ამგვარად შევდივართ ჩვენ რწმენაში, ამგვარად ხვდებით ჩვენ ქრისტიანები და შემდგომ ამისა უკვე, როდესაც სულიწმინდა ღმერთი ჩვენს პედაგოგობას იწყებს, ჩვენს მასწავლებლობას იწყებს და გააგვსწავლის ყველა იმ საიდუმლოებაში, რაც ღმერთმა მოიმოქმედა, როცა ის ადამიანად მოვიდა, მერე ჩვენი ცნობიერება ძალიან ფართოვდება იმ ღვთისმეტყველებით, რასაც ქრისტიანული ღვთისმეტყველება ქვია, რომელიც უბრალოდ თეორიული საკლასო თეოლოგია, სასკოლო თეოლოგია კი არ არის, არამედ პრაქტიკული ცხოვრების წესი. ეხლა მე მინდა უკვე ამბიონი დავუთმო პავლე მოციქულს, რომელიც განსაცვიფრებელი ღვთისმეტყველია და მან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უშუალოდ ღმერთისგან იცის. პავლე მოციქულის ღვთისმეტყველება იმ ტექსტით, რომელსაც მე თქვენ წაგიკითხავთ, რა თქმა უნდა არ მოიწურება, ის გაცილებით ვრცელია, მაგრამ რაღაც ნაწილზე ახლა ვისაუბრებთ, რომელიც ვფიქრობ, რომ რაც ჩვენ ეს წესით უნდა უკვე ვიცოდეთ, ამაზე ძალიან ბევრ საუბრობთ, მაგრამ როგორც ამბობენ, გამეორება ცოდნის დედაო და ჩვენ მუდმივად გვჭირდება აქტუალიზირება ჩვენი ცოდნისა და ჩვენი რწმენისა და ცოტათი ჩვენი გამოცდილების. ეს არის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს პირველი
თავი. მე ხშირად მithქვავს, ეს არის დიდებული ეპისტოლე. აი პავლე მოციქული ესე საუბრობს. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, ღმერთს ადიდებს, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში, ახალ ქართულად ეს ლამაზად არ ჟღერს, უბრალოდ უფრო გასაგებია და მარტივი და არ დაიტვირთება თქვენი გონება, თორე ეს ძველ ქართულად უმშვენიერესი ტექსტია, იმიტომ რომ ეს ექვთიმე ათონელის ეკუთვნის. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით სათაშინა. ნახეთ, ღმერთი გვაკურთხებს ქრისტეში, ანუ ქრისტეს განკაცებული ღმერთის გარეშე ჩვენ ღმერთის კურთხევას ვერ ვიღებ და ვერ ვართ მასთან, ეს ცნობილია და აქ აქცენტირებას აკეთებს პავლე მოციქული რაზე, რომ გვაკურთხა ყოველგვარი სულიერი კურთხევით სათაშინა ზედას და სულიერ კურთხევაზე საუბრობს, რომ ადამიანს არ ეგონოს, რომ რადგან ირწმუნა ღმერთი, მას ამ ქვეყნიური კომფორტი ეძლევა. ამ ქვეყნიური კომფორტი არ ეძლევა პეტრეს და პავლეს მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ. პეტრე ჯვარს აცვეს, პავლეს თავი მოკვეთეს, პირველი საუკუნის ქრისტიანებს რა დღეში აგდებდნენ, ცხოველებს აგლეჯილებდნენ. ამ ქვეყნიურ სიკეთეს რა თქმა უნდა ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ის რომ შენ ქრისტიანი ხდები იმისათვის რომ ამ ქვეყნიური სიკეთები მოიპოვო და წარმატებულიყო და ნიჭების რეალიზება მოახდინო და 120 წელი იცოცხლო, ამისთვის არ მოგვეცა ჩვენ რწმენა. იმიტომ რომ ამისთვის რწმენა საჭირო არ არის. უამრავ ადამიანს ნახავთ, რომელიც წარმატებულიც არის და დიდხანსაც ცოცხლობს და ჯანმრთელია და საერთოდ რწმენა არ აქვს. და საერთოდ ცხოველები ვიცი ძალიან ბევრი, რომელიც ადამიანზე დიდხანს ცოცხლობენ და ადამიანზე უფრო ჯანმრთელები არიან. ანუ ეს სხვა რამეა, სხვა სფეროა, ყველა ეს არ ეხება წარმავალს. ამიტომ ხას უსვავს სულიერი კურთხევა სათაშინა. როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში, ანუ მასში ამ კურთხევაში სათაშინა, რომელიც იქნება, ანუ ამისთვის გამოგვარჩია სამყაროს შექმნამდე. გახსოვთ, ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას. პავლე მოციქული სხვადასხვანაირად ამბობს, დედის მუსლიდან გამომირჩია, ესეც უთქვია, მაგრამ აგე სამყაროს შექმნამდე, სანამ სამყარო შეიქმნებოდა. არაფრისგან. მხოლოდ ღმერთი რომ არსებობს და სხვა არაფერი. და დროც რო არ არსებობს, სივრცე არაფერი არ არის. ღვთის გეგმაში ჩვენ ვზივართ. აი მე, შენ, ანუ ღმერთში, ღმერთის მეხსიერებაში, ღმერთის ხსოვნაში ჩვენ მარადიულად ვარსებობთ. და ქმნის სამყაროს იმისათვის, რომ ეს მარადიული არსებობა ჩვენთვის რეალურად მასში ხსოვნაში მყოფობა ჩვენთვის რეალური გახდეს. და ჩვენ გავხდეთ თანაზიარი ღვთაებრივი სიკეთისა, რომელსაც ის უხვად გვაძლევს და მოგცემს. სამყაროს შექმნამდე. რათა წმინდანი და უბიწონი, ეხლა რატო შეგვქმნა ჩვენ? წმინდანი და უბიწონი ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით, სიწმინდის დეფიციტი, რომლის გამოც ვერ ვახერხებთ ღმერთთან კომუნიკაციას, მიუხედავად ჩვენი რწმენისა. და გვეუბნება ხას უსვავს პავლე მოციქული, რომ სიწმინდე და უბიწო ცხოვრება არის აუცილებელი პირობა. და სიყვარულით, ამას სიყვარულით ვაკეთებთ, ქრისტესადმი სიყვარულით და მისგან ჩვენ ამ სიყვარულს უნდა ვგზნობდეთ. ეხლა ადამიანები, რომლებსაც ურწმუნო ცხოვრება აქვს, ისინი ვერ გზნობენ ღმერთს, როგორ უყვარს ადამიანი. ხოლო ქრისტიანი აცნობიერებს პირველ რიგში იმას, აი ჯვარს რო ხედავს, ჯვარცმას, ის აცნობიერებს, რომ ჩემს გამო მოკვდა ქრისტე. ოღონ მე უნდა ვიცოდე, რატო ვიყავი მე სასიკვდინე. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის მქონე რამ, რომ მე უნდა გაცნობიერებული ვქონდეს, რომ სასიკვდილოდ განწირული ვარ. არა მარტო იმის გამო, რომ გენეტიკური მემკვიდრე ვარ ადამიანისა და ევასი, არამედ ჩემი პირადი ცხოვრების წესით, ჩემი ეგოიზმით, ჩემი ანგარებით, ჩემი შურით, იმ უმაღლესი ზნეობრივ მწვერვალთან მიმართებაში, რომელსაც ღმერთი ქვია, ჩემი თავისუფალი, როგორც თვითუფლებრივი და როგორც გონიერი არსება ყოველთვის ჩამორჩები და შესაბამისად ჩამორჩები თვითუფლებრივი, ანუ თავისუფალი რადგან ვარ, ჩემი ნებით, ანუ დამნაშავე ვარ. აი თუ ეს ადამიანმა არ დაინახა, მას ქრისტე არ ჭირდება. ქრისტე ჭირდება იმას, ვინც ამას ხედავს და ხედავს, რომ მაგარ სერიოზული პრობლემის წინაშეა. და რომ ვიგზნობ მე მის სიყვარულს, მერეც მიყვარდება და ეს მე მაძლევს საშუალებას, რომ წმინდა და უბიწო ვიყო და ვისწრაფო აქეთკენ. წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისაება. რა რომ ის სამყაროს შექმნამდე მე რომ მიცნობს სამყაროს შექმნამდე, ის მიცნობს როგორც შვილს, ამიტომ ყოველთვის ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი თავი უნდა დავინახოთ არა დღეს, ხვალ, მაზეგ და ამ ქვეყნიური პერსპექტივაში, ჩემი თავი მე უნდა დავინახო იმ უზარმაზარ დიაპაზონში, რომელსაც ქვია ჩემი უღირსება, რომ ღმერთის გარეშე როგორც მარადიული არსება ცუდ დღეში აღმოჩნდები
ეს ჩემი საწყისი მდგომარეობა და უნდა დავინახო ჩემი მაქსიმუმი რაც არის ქრისტეს მარჯვნივ მყოფობა ყოვლადწმინდა სამების წიაღში, ანუ ღვთისმშვილობა, მადლით ღმერთობა. აი ეს სრული პერსპექტივა. უნდა დავინახო და ჩემი ცხოვრება ამგვარად წავმართო, ამგვარად დავგეგმო. გესმით? მე ეს უნდა გავაკეთო. თუ ამას ვერ გავაკეთებ, ვერ ვიქნები თანამუშაკი და თანამშრომელი ღმერთისა, იმიტომ რომ ღმერთი იქ მხედავს. და ყველაფერს აკეთებს იმისათვის და არ დამანებებს თავს, მანამ იქ არ ამიყვანს და ერთადერთი ვინც ამაში ხელს უშლის, ისევ რა თქმა უნდა მე ვარ, ჩემი შვილობა რო წინასწარ განსაზღვრა, მას ეს განსაზღვრა ნიშნავს, არა იმას, რომ ძალით ამიყვანს, არამედ ამისთვის შემქმნა და სამყაროს ამისთვის შექმნა. მაგრამ მე თუ ამას არ გავაკეთებ და შევეწინააღმდეგები, ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრულობა მე ვერ გადამარჩეს, იმიტომ რომ მე ეს გამოდის რომ მე ვეუბნები არ მინდა და ვრჩები უღმრთობაში, ანუ ჯოჯოხეთში. გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო, თავისივე კეთილმოსურნეობით, თავისი ნების საიდუმლო. სხვათა შორის ეს ნება, ამაზე ეს კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში საუბრობს, სხვაგანაც სიტყვის, რომელთა მიმართ ეპისტოლეში თუ არ ვცდები, სულ საუბრობს თავისი ნების საიდუმლოებაზე, რომელიც უნდა გამოიცნოს ადამიანმა და მე დაგითხრათ, რომ სამწუხაროდ ეკლესიის წიაღშიც კი ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს ადამიანებს, რა მოხდა როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა და რა განაცხადა ღმერთმა. რას ნიშნავს ღმერთიშვილობა, რას ნიშნავს მადლით ღმერთობა. ეს არის საიდუმლოება, რომელიც განცხადებულია და რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და პირველ რიგში ეს განცხადებულია ვერბალურად წმინდა წერილში, რომელიც მერე მადლის მიერ უნდა განვიცადოთ. რომელიც წინასწარ განაჩინა მასში, ანუ ქრისტეში, ეს ნების საიდუმლოება, ანუ ღვთაებრივი ნება რა უნდა ღმერთს, ეს წინასწარ განაჩინა ქრისტეში, რათა განეგო ჟამხთა აღსება. ანუ ამით განაგებს, ანუ ამით განგებლობა, ღმერთი ხო განაგებს სამყაროს და განაგებს სამყაროს ეს წინასწარ გეგმა დადო, მაგრამ მე ეს გამგებლობა დროში გამცობილი ჩემთვის დროში ეს არის ჟამთა აღსება, ანუ სანამ არ დასრულდება დრო. დრო შეიქმნა რაღაც დროს სივრცესთან და მატერიასთან ერთად და თავის დასასრული აქვს. აი ამ დასასრულამდე ეს ყველაფერი უნდა რეალიზდეს, რაც წინასწარ განსაზღვრა. და რა უნდა მოხდეს მერე? ქრისტეში, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ზეციურია და რაც მიწიერია. ქრისტეში როგორ უნდა მოიყაროს თავი? ძე ღმერთმა მიიღო რა ადამიანური ბუნება, ეს ადამიანური ბუნება გახდა კუთვნილება ძე ღმერთი პიროვნების. და ადამიანური ბუნება, მოგეხსენებათ, ადამიანური ბუნება მთლიანი სამყაროს მოდელია პატარა. იქ არის ყველა მატერია და ყველა ელემენტი, რაც კი მთელ სამყაროშია გაბნეული, მძიმე მეტალების ჩათვლით სხვათა შორის, რომელიც როგორც ამბობენ, აქვს სივრცე, სულიერი სამყაროს, ანუ ანგელოზებრივი, ანუ თუ რამე შექმნილა სამყაროში, მატერიალური და არამატერიალური ანგელოზებს გულისხმობ, ადამიანი ყველაფერს ამას თავის თავში მოიცავს. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიერთოს და მიერთოს, აი როგორც ქრისტე გვიერთებს და გვიერთებს, ჩვენ ვართ ეკლესია გვიერთებს. მთლიანად ქრისტეში მთელი სამყარო, გონიერი არსებები გადარჩეს და დანარჩენი კიდე შეიცვალოს, გადადნეს ღვთაებრივ მადლში და ცეცხლში, რაც როგორც პეტრე მოციქული ამბობს, როცა უფალი დაბრუნდება და ყველაფერმა მოიყაროს ქრისტეში, ანუ მთელი სამყარო განიღმრთოს, მოდი აი ესე ვთქვათ. რაც სწორი იქნება გარკვეულწილად, ამიტომ ამბობს, რაც ზეციურია და რაც მიწიერია. და აი ეს არის საღვთო გეგმა. ანუ ღვთის ქმნილება, რომ ბიბლიაში რო ვკითხულობთ, ღმერთი ქმნის და ყოველ ეტაპზე ამბობს, კარგია, მარტო ადამიანზე არ ამბობს კარგია. ადამიანზე ამბობს, რომ ცოდვა მარტო რო არის. მე და აქ უკვე ჩანს ადამიანის განსაკუთრებულობა. მას ზრდისთვის ურთიერთობა ჭირდება, ცოლს შეუქმნის, შემდეგ იქ უკვე ეს ისტორია დაახლოებით იცით, მისი თავისუფლება როგორ არასწორად მოხდება ამის რეალიზება. მასში ვპოვეთ კიდეც მემკვიდრეობა წინასწარ განწესებულებმა, მისი განჩენების თანახმად, ვინც ყოველივეს იქს თავისი ნების გადაწყვეტილებით. ანუ აი ამ სამყაროში, ჩვენ ხო ამ სამყაროს ნაწილი ვართ, როგორც ქმნილებანი. მასში გავხდით მემკვიდრე, ღმერთის მემკვიდრე, ხო გესმით რასაც ნიშნავს? მემკვიდრე ნიშნავს ის ვისი მემკვიდრეც არის, იმის თანაუფლებრივი მდგომარეობა, თანასწორი. მარჯვენით ჯდომა მაგას ნიშნავს. ღმერთის შვილი ხარ და მადლით ღმერთი ხდები. სხვა ადგილას პავლე მოციქული ამბობს ქრისტეს თანამემკვიდრე, რომ გაგვახსენოს ეს მემკვიდრეობა ღმერთისა ქრისტეს მიერ მივიღეთ. და აი ამ სამყაროში უბრალოდ კი ავართ როგორც ქმნილებანი, მემკვიდრენი. და ეს წინასწარ განჩინებულია, განწესებულია მისი განჩინების თანახმად. ვინც ყოველივეს იქს თავისი ნების გადაწყვეტილებით, რასაც უნდა იმას იქმს, ანუ ყოვლის შემძლეა. მისი ნება არის უსასრულო ძალმოსილების მქონე, მაგრამ სიმდაბლით მოქმედებს ადამიანურ ნებასთან მიმართებაში.
რატომ ავართ მემკვიდრე? რათა ვიყოთ მისი დიდების საქებად, ჩვენ რომელთაც წინასწარ გქონდა ქრისტეს იმედი. მისი დიდები რა არის დიდების საქებად? ეს არის ანგელოზობრივი მდგომარეობა. აი სერაფიმების ცხოვრების წესი, რაც ჩვენ გამოცხადებით ვიცით. აღფრთოვანებულები, აღტკინებულები, ბედნიერებისაგან ცეცხლმოკიდებულნი, მოდი ესე ვთქვათ. აი ამ ბედნიერებას გამოხატავენ ესე, რომ წმინდა, არ წმინდა, არ წმინდა, არს უფალი საბაოთ, როგორც წინასწარმეტყველა იხილა. ეს არის ბედნიერების ხურვალება, რომელიც არასოდეს არ დასრულდება, რომელიც გონება მიუწვდომელია. ეს ყველაფერი გვეძლევა ჩვენ, ვისაც ჰქონდა ქრისტეს იმედი. ანუ როცა ქრისტე შენი იმედია და ქრისტე იმედი ნიშნავს, უკვე ქრისტე როგორც იმედი ნიშნავს გაცოცხლებულ რწმენას და ამის მერე უკვე ქრისტესადმი სიყვარული მოდის. არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლობას თქვენთვის, პავლე მოციქული ამბობს. გიხსენებთ ჩემს ლოცვებში, მადლობა ამისთვის პავლე მოციქულს და დღესაც ის გვიხსენებს, რამე თუ მისი ყოველდღე და დღეს მისი ხსენებაა, რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამან სიბრძნისა და გამოცხადების სული. პავლე მოციქული თავის ღვთისმეტყველებაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს ის ხვდება, რომ ჩვენ სუსტნი ვართ ამის აღსაქმელად, ამის გასაგებად და ეხლა ლოცულობ ჩვენთვის, რომ ღმერთმა მოგცეს სიბრძნის და გამოცხადების სული, ანუ მადლი მოგცეს, რომ ეს დიდებულება ჩვენ შევიმეცნოთ, იმიტომ რომ მას ჩვენ ლოგიკური აპარატით ვერ შევიმეცნებთ, იმიტომ რომ ის საიდუმლოა, საიდუმლო ნიშნავს არა დამალულს, არამედ ღმერთთან კომუნიკაციის შედეგად ხდება ჩვენთვის სასწაული. ღმერთთან კავშირის გარეშე ის ადამიანური გონებისათვის მიუწვდომელია და განათლდნენ თქვენი გულის თვალები, არა ხორცის თვალები, არამედ გულის თვალები, აი ეს რწმენა, რასაც ქვია, გაცოცხლებული რწმენა. რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი, რომ მოგვიწოდა ეს რა იმედით აღგვავსებს ჩვენს, როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმინდათათვის, აი როგორ სიტყვებით, როგორ ცდილობს პავლე მოციქული, რომ გამოხატოს ის, რასაც გრძნობს, განისთის, მაგრამ ვერ ახერხებს, ბუნებრივია, იმიტომ კი არა რომ პავლე სუსტია, იმიტომ რომ ადამიანური ენა ვერ იტევს, ამიტომ აქვს ეს აი ესეთი უცნაურად გამდიდრებული სიტყვები, სხვადასხვანაირად ცდილობს ამ გამდიდრებას, რომ როგორმე გადმოსცეს, რასაც ის განიცდის. და რა განუზომელია მისი ძალის მოქმედების სიდიადე ჩვენს მიმართ, განუზომელი მისი ძალის მოქმედება სიდიადე ჩვენს მიმართ, ჩვენ სამწუხაროდ ღმერთსაც კი ვერ გძნობთ ხშირად და ამ დროს პავლე მოციქული ამბობს, განუზომელია მისი ძალის მოქმედება. აი იოსებ ისიქასტი რო ამბობდა, რომლის ფრესკას ჩვენ დავყურებს ზემოთ, რომ ესე იგი მადლი ცოტა შეანელე, თორე დავდნები. აი ეს დადნობა და აი როგორც იესო ტკბილი, აი ხორცის დაძვლების დადნობა, ეს რაღაც ესეთი მცდელობა მოღვაწეებისა ახსნან და მარტო იოსებ ისიქასტი არ ამბობდა, ამას ამბობდა პაისი ათონელიც, ამას ამბობდა სილვან ათონელიც. ბევრი ამბობდა, რომ აი რაღაცა ადამიანს რაღაცა ემართება, ისე ძლიერად მოქმედებს მადლი. ჩვენი ხორციელი ბუნება ბიოლოგიური არსება ვერ უძლებს. ან სიტყვება ისეთი ძლიერია, რომ აი აღარ იცის ადამიანმა რა დაარქვას და ტკბილი, ძალიან ტკბილი. აი ეს მდგომარეობები, მაგრამ ადამიანური ენა რა თქმა უნდა ვერ იტევს ამას. დიდებული ძალა მოქმედებს მორწმუნეში და ჩვენ ეს უნდა გვინდოდეს, ჩვენ ეს უნდა გსურდეს, ჩვენ ეს უნდა გვენატრებოდეს, ჩვენ ამისთვის უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენ უნდა მოგბეზდეს ის ხორციელი ცხოველური არსებობა, რომელიც წარმავალია და ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ ღმერთთან ნამდვილი ურთიერთობისათვის და არაფერს არ უნდა ვიშურებდეთ, არ უნდა ვიზარებდეთ ამას, ყველაფერი უნდა დაუთმოთ ამას. ესე უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი. სიდიადე განუზომელია ჩვენს მიმართ, ვის მიმართ, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით. ანუ წამს არა ჩემით, აი მე ვირწმუნე, აი ხომ მე არა მწამს, მე მწამს, არა, მისი ძალის ძლიერება, მისი ძალის ახლა ძალა კი არა, მისი ძალის მოქმედებით კი არაო, მისი ძლიერების, მისი ძალის ძლიერებით, ანუ მისი ძალა ძლიერად რომ მოქმედებს, იმიტომ გვწამს და ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად მოქმედებდეს ჩვენზე, რომლითაც და აი ამ ძალით იმოქმედა, ნახე ამბობს, ამ ძალით იმოქმედა ქრისტეში, ანუ იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნება. ხო, საოცრება მოხდა, ხო? ის ფაქტურად მკვდარი 4 დღის, 3 დღის გარდაცვალებული აღდგა და ისე აღდგა, რომ მისი სრული ტრანსფორმაცია მოხდა მისი ადამიანური ბუნების და ეს ძალმოსილება, ხო, როგორ მოხდა? აი ეს ძალმოსილება ქრისტეში ვიზუალური გახდა ჩვენთვის, ამიტომ აღდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ აღდგომით ჩვენ გვიდასტურდება, რომ ქრისტე ღმერთია. იმიტომ რომ აღდგომა ისეთი რამეა,
თან გაცოცხლება კი არ იყო, როგორც ლაზარე გაცოცხლდა, არამედ სხვა მდგომარეობაში გადავიდა და ეს იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენადძლიერად გამოჩნდა ღმერთი ამაში, რომ ამის გარეშე ჩვენი რწმენა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იქნებოდა ისა, ხო, არ გოქნებოდა მთავარი არგუმენტი და აი ძლიერად ემოქმედა ქრისტეში, კუდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში, ანუ ადამიანური ბუნება, გესმით, ადამიანი ღვთის მარჯვნივ და მე თავად ქრისტე ამბობს, რომ როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ, ისე მინდა რომ შენ დასდე ჩემს მარჯვნივ. გესმით, რაზეა საუბარი? ღვთაებრივი ძალმოსილება, ღვთაებრივი ცხოვრება, რაც გველოდება ჩვენ, ყველაფრით ღმერთის მსგავსი, ყველაფრით galaktikების შემოქმედის მსგავსი, ყველაფრით გარდა იმისა, რომ ის არსებით არის ესეთი და მე ვიქნები მადლით ესეთი. ანუ მე და ღმერთს ერთი ენერგია გვაქვს. ამაზეა საუბარი და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა ქრისტეს განკაცებულ ღმერთს, როგორც ადამიანსაც, იმიტომ რომ ადამიანი განუყოფელი გახდა ძეღმერთისგან, მას დაუმორჩილა ფეხ ქვეშ ყველაფერი, დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას, ანუ ეკლესია, რომლის თავიც არის ქრისტე, რომელიც მე აგძელებს, ანუ ეკლესია, რომელიც არის სხეული მისი ქრისტესი, ყოვლის აღმსები ყოვლით, რომელიც ეკლესია ყველაფერს აღავსებს, ყველაფრით. ჩვენ ვართ ეკლესიაში, ეკლესიის წევრნი, აი ეს ყოველნი და ღმერთი გვავსებს ეკლესიაში ყველაფრით. ანუ არ არსებობს რაიმე სიდიადე, რომელიც შეიძლება ჩვენ არ მოგვენიჭოს, თუ ჩვენ რა თქმა უნდა შესაბამისად ვიცხოვრობთ. აი ეს არის პავლე მოციქულის ღვთისმეტყველება, რომელიც იწყება პეტრე მოციქულის აი განსაცვიფრებელი გამოცდილებით, რომელსაც ქრისტეს ღმერთობის წმენა ქვია, რომელიც კლდეთ ხდის ადამიანს და ამ კლდეზე იწყება უკვე დაფუძნება იმ ძლევამოსილი მდგომარეობისა, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან. აი ეს გვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, ეს არის ჩვენი რწმენის სწორი რეალიზება, ეს ჭირდება ჩვენს ეკლესიას მთლიანად, ეს ჭირდება მართლმადებელ ეკლესიას გლობალურად, ეს ჭირდება ჩვენ ერს და ჩვენ ამ შემთხვევაში ჭეშმარიტად უძლებელნი ვიქნებით. უძლეველი არა იმ გაგებით, რომ ყველაზე ღონიერები და ყველაზე მდიდრები და ყველაზე გაფუფუნებულები, არამედ უძლებელნი როგორც ქრისტესნი, როცა ჩვენი დამარცხება, როგორც ქრისტეს მოწაფეებისა იქნება შეუძლებელი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.